მოგესალმებით კიდევ ერთხელ კოლეგებო. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილი დღის წესრიგს. ისე ორი საკითხი გვაქვს. პირველია გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საკითხი კანონპროექტი მესამე მოსმენით გამოდის. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარი იოსელიანი. აქ კითხვები არ გვაქვს, რაიმე დამატებით არა ბატონო, დარჩესულ არანაირი ცვლილება. ცვლილებები, დამატებით რამე დაზუსტება ხო არ გვინდა? გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ. წარმატებებს გისურვებთ და ველოდებით 730 ახალ სერტიფიცირებულ მეზღვაურს ჩვენ ეკონომიკაში. ეხლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თანამდები საქართველოს კანონების პროექტები. ესეც აღნიშნული კანონპროექტიც მესამე მოსმენით გამოდის. მოსმენებელი საქართველოს მთავრობის საპარლამენტო დივანი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი. დიახ, ამ კანონპროექტებშიც არის მხოლოდ რედაქციულად სტილისტური სწორებები, შინაარსი საერთოდ არ შეცვლილა, იგივეა, რაც განვიხილეთ წინა მოსმენებზე. გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. დიდი მადლობა. აღნიშნული კანონპროექტები მიღებულია, ამით დღევანდელი კომიტეტის ცნობა დასრულებულია. მადლობა ყველას.